შესაძლოა გამინდა გავაგზავნოს საუბარი ისეთ არადედამიწისეულ ნივთებზე, როგორც არის მეტეორები, ასტეროიდები და კომეტები. პირველ ეტაპზე კი დავისვათ ასტეროიდებით. ასტეროიდი არის პლანეტის მსგავსი ციური სხეული, რომელიც მოძრაობს მზის გარშემო მარსსა და იუნიტების ორბიტებს შორის. ასტეროიდები ფერებისა და პარამეტრების მიხედვით იყოფიან სამ ძირითად ჯგუფად. ეს არის C, S და M ტიპის. C ტიპის ასტეროიდებში შედის ბევრი რაოდენობით ნახშირბადი, ამიტომ მისი ზედაპირი არის მუქი შეფერილობის. და 75% ასტეროიდების არის C ტიპის. S ტიპის ასტეროიდები შედგება კინანიკელის მაგნისაგან და სილიკატებისაგან, რაც მასთან შეფერილობას ანიჭებს და 7% ასტეროიდების არის S ტიპის. დანარჩენი ასტეროიდები არის M ტიპის და შედგება კინისაგან და ნიკელისგან. დღესდღეობით მზის სისტემაში აღმოჩენილია 100,000-მდე ასტეროიდი, რომელთა უმრავლესობა, როგორც უკვე აღნიშნე, განლაგებულია მარსსა და იუპიტერის ორბიტებს შორის. პირველად და ყველაზე დიდი ასტეროიდი აღმოჩენილი ცერერა, ეს არის ერთადერთი ასტეროიდი, რომელსაც აქვს სფეროს ფორმა, როგორც კარგად ჩანს. დიდი ასტეროიდი, მისი დიამეტრი 975 კილომეტრია. დიდი ასტეროიდების ასევე მიეკუთვნება ვესტა, პალადა, გიგია, სილვია, კამილა, ევროპა და სხვა. ცნობილია რამდენიმე ათეული ასტეროიდი, რომლის ცნობილი აღემატება 100 კილომეტრს. შემდეგ ეტაპზე განვიხილავ კომეტას. კომეტა ზურგბერძნული სიტყვაა და აღინიშნება როგორც თმიანი ციური სხეული. მას აქვს ნისლის ფორმა და ბრუნავს მზის ირგვლივ გაშლილ ორბიტაზე. როგორც წესი, კომეტები შედგება ფირფიტისაგან და მის გარშემო აირებული ნისლიანი გარსისაგან. კომისგან, როცა კომეტა მზეს უახლოვდება, მას უვითარდება კუდი და სუსტად განათობელი ხაზი. კომეტის კუდები კი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ზომებით, მაგალითად, ზოგიერთი კომეტის კუდი მთელსაზე არის გადაჭიმული და აქვე მინდა მოვიყვანო ერთი საინტერესო ფაქტი. 1954 წელს გამოჩენილი კომეტის კუდის სიგრძე იყო 20 მილიონი კილომეტრი, ხოლო კომეტა C1680-ის კუდის სიგრძე გახდა 240 მილიონი კილომეტრი. ბოლოს კი გავიხილავ მეტეორს. მეტეორის ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს ციურს ჰაერში მოლიდივე სხეულს. ეს გავარვარებული სხეული კოსმიური წარმოშობისაა, რომელიც ძალიან სწრაფად მოძრაობს დედამიწის ატმოსფეროს გარშემო. აქვე მინდა დავამატო, რომ ჩემ ნამუშევართან დაკავშირებით ნამუშევარი გააკეთა კადეტმა ნასტირაშვილმა, რომელიც სამწუხაროდ დღეს არ იმყოფება და მივისაუბრებ ამ ნამუშევარზე. ნამუშევარზე კარგად ჩანს, თუ როგორ უახლოვდება დედამიწას გავარვარებული ციური სხეული. მის უკანაფრანგზე არის მთვარე და ვარსკვლავი. ეს ნამუშევარი შესრულებულია ნათელფერებში, რაც ტოვებს ემოციურ დროს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.